გამოსწორდა ჰალსტადში. ჰალსტადი ულამაზესი სოფელია ავსტრიის მთებში. მე აქ ჩამოსასვლელად ჯერ მატარებლით ვიმგზავრე ზალცბურგიდან ობერტრაუნამდე. იქიდან კი ამ ბორილი გადმოვსურე ეს უზარმაზარი ტბა. ნახეთ რა ლამაზია ეს ტბა. წყალი ისეთი სუფთაა, რომ მთები და ცა სარკესავით ჩანს. ბორნით მგზავრობა ძალიან სახალისოა. ულამაზესი ფოტოებიც გადავიღე. ტბის პირას გაშენებულ ამ ზღაპრულ სოფელში დაახლოებით 900 ადამიანი ცხოვრობს და ქუჩები ტურისტებითაა სავსე. ვიწრო და საყვარელი ქუჩები. ფერად-ფერადი სახლები. ფანჯრებზე ულამაზესი ყვავილები. ეს ყველაფერი ზღაპრების წიგნის ჯადოსნურ ნახაზს ჰგავს. ჰალსტადი ძალიან ძველი ადგილია. მთებში უძველესი მარილის მაღაროებია, სადაც მარილს ათასობით წლის წინ მოიპოვებდნენ. და რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება აქაურობა ამ ულამაზესი სუვენირების გარეშე დატოვო? გარეთ ძალიან ცივა და დროა ამ კუსკუსა კაფეში უგემრიელესი ცხელი შოკოლადითა და ნამცხრით ჩავით გაბარუნოთ პირი. ყველაზე მეტად მომეწონა ჰალსტადში ბევრი თოვლი რომ იყო. კიდევ მომეწონა აი ლამაზი ადგილები. ძალიან ლამაზი ადგილები ვნახე. და მე ვარ ძალიან გმაყოფილი. იმდენი ვიარე და ძალიან მომეწონა. და აი მოვედი იქ, სადაც მთელი ცხოვრება მინდოდა რომ მოვსულიყავი. ძალიან ლამაზი ადგილი. სანამ დაღამდება ეს ჯადოსნური სოფელი უნდა დავტოვოთ, რომ ობერტრაუნში ბენის მატარებელს მივუსწროთ.